მე ვარ ნიკა. სახში ნიკუშას მეძახია. ისე მე ნიკა მირჩევია. დიდი დღეა დღეს ნიკუშ, მე და გიგა გილოცავთ. იურიდიული ხო დედა? იურიდიული აბა რა. ტრადიციას არ უნდა უღალატო ხო? ბაბუა შენ რატო არ გვირეკავს ხო კარგადაა? დღევანდელი ვიდეო ჩაგვიგდე აუცილებლად. გვიყვარხარ. დღევანდელ დღეს ბაბთა მოუხდება. ჩაცმულობითაც განსხვავებული იქნები. რაც გადავწყვიტე ეგეც განსხვავებულია. შენთანაა განსხვავებული, მაგრამ რაც თავარია სწორია. ვა, რა მაგარი, მიხდება ხო? აუ მიდი რა გადამიგე, რა ჩვენებს უნდა გავგზავნო. ხო ვიცი, ჯერ არ ვეუბნებით არაფერს. არა ბაბუ, რა აზრი აქვს რა უნდა უთხრა. ისე შენს ეკითხეს, სად არის ვარ გვირეკავს. ერთი კვირაა შვილს ვემალები, ესაა საქმე? და ყველაფერი მაინც მე დამბრალდება, მოიცი. ვიცი ბაბუ, ვიცი. ეს დაიჭირო გამოჩნდა. შედეგად აღებას უმასწავლი, ეხლა არ მითხრა ოპერატორის დიპლომის მაქვს. რაც მაქვს ისინიც ყოფნის. ჩართე ბაბუ. ვიწყებთ რეპორტაჟს. დღეს დიდი დღეა. სკოლის ბოლო ზარი. დღეიდან თქვენი შვილი ცხოვრების ფართო გზაზე გადის და ყველაზე სწორ არჩევანს გააკეთებს. გურამმა თავისი იღბლიანი ბაბთა გამიკეთა, ხო მიხდება? ახლა კი თავის მორიგ შედევს წარმოგვიდგენს, რომელიც ამ დღეს ეძღვნება. ბაბუ, უეჭველი მაგ საქმეს უნდა მიაწვე. კიდევ ცოტა სისწავლე და მრავალ დიპლომიანი შებზარებული გაიჩნდება. კარგი რა ნიკუშ, გამორთე ეგ კამერა. ხომ შევთანხმდით რა? ვაუ რა. ოხ. რა კარგად ვარ. ბიჭო, გაგიბაზდა. და შენ თუ გამოდე საიდანე? კარგად აბიძი, აბა რამე. ხო. გუში უთხარი ნინისა მე იტირა და გაიც. მაგაშია საქმე. აზე. აი ბიჭო, რა იყო? კარგი უნდა შენ. რას იღრიჭები ერთ სენდვიჩად შენს გამყიდე? აბა რას ვიზავ? აი აზრი აღარ აქვს, რა ისეც უნდა უთხრა დღეს ყოველს წავიდე. ნახე ბიჭო, პარამეტრა გოლიშია, ნო? გოლი არა გოლები. მაგარი ისიც გაუკეთა. ძალიან მაგარი თამაში იყო. ვინ მასულა? ეს ის ნიკა არა? ყველას რო გვეუბნებოდა. უნივერსიტეტში ერთად ჩავაბაროთო. და რა შეიცვალა? რა მე მოხდა? ვა, ნიკუშ, რა ვახარ? აუ, მობაზია ფიჩებ ანგარიში არ მინახია და არ მითხრა რა, ეხლა უნდა ჩაუჯდე. სალამი ყველას. ცირბაზო ბავშვებო, სადგა დღე, როცა თქვენთვის დაირეკება ბოლო ზარი და ცხოვრების ფართო ასპარეზზე შეაბიჯებ. მოკლედ, პირდაპირ გეტყვის, რომ გადავიფიქრე უნივერსიტეტში ჩავარება და კოლეჯში ვავარებ. ხადა ოფიჭო. სიმართლეა თუ ჩვენი შოუში ჩაგდება გინდა? 12 წელი სკოლაში ასე თავდაუზო გავად, იმიტომ სწავლობდი, რომ ბოლოს რაღაც კოლეჯში ჩაგებარებინა? რა იყო ბიჭო, სისმარი დაგესმა თუ რა? რავი, კოლეჯში იმიტომ აბარებია, რომ უნივერსიტეტზე ვერ ქაჩავენ და შენ რა გაგიჭირდა? მოდი რა, არ გვინდა შობლიური სტერეოტიპები რა. პირდაპირ კითხვები დამისვა და მე გიპასუხებ. თქო, ზედმეტი ემოციების გარეშე. ნიკა, პატივს ხომ არ დაგხვდებ და აგვიხსნი რატომ აირჩიე კოლეჯი? უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებდი? ვაპირებდით. დიახ, აპირებდით, თუმცა მან მოულოდნელად გადაიფიქრა. რატომ კოლეჯი? რატომ არა? იმიტომ რომ საუკეთესო აკადემიური მოსწრება გაქვს და მომავალი, რომელიც მაგრად კიდია. ქვეყანა ხო არ დაინგრა, პირიქით ასწორებს კიდეც, ტიპი განსხვავებულია. და მე რამდენადაც მახსოვს, შენ და ნინი ერთად აპირებდით უნის ჩაბარებას. მაგრამ ეხლა გარდა იმისა, რომ შენ თავზე არ იზრუნე, ნინიც გადააგდე. ნუ რაღაცეები შეიცვალა რა და ანუ წარმატებულ მომავალს მარტო უმაღლესი დიპლომი განსაზღვრავს. აბა რა განსაზღვრავს? კაი, ავიღებ უმაღლეს დიპლომს და შემდეგ მექნება პროფესია, რომელიც არ გამომადგება და ჩემი მშობლივით მეგდება ეგ დიპლომები სახში და მაშინ ვქემი წარმატებული? აბა როდის? აი ჯერ მინდა ვისწავლო პროფესია, რომელიც მე მომწონს და შემიძლია. და ეგ პროფესია არის კოლეჯში. რა ხდება? რა მოგამოტოვა ეს? ო, რა ვიცი, ძმა ყველა ამის კოლეჯის ამბავს ვარკვა. თქვენ მაინც მითხარით, აი მარტო იმიტომაც ჩავაბარო მე უნივერსიტეტში, რომ სხვებს მასე უნდათ? უნივერსიტეტში უმაღლესი განათლება მიიღება და კოლეჯში უკეთეს რას ისწავლე? ვაიმე, დამშვიდით, ყველას ერთად ცხოვრება ხომ არ აქვს. ზოგი 5 წელი სწავლობს და მე ხვდება რომ არ უნდა ესპერო. ზოგმა კიდე თავიდანვე იცის რა უნდა. ისე რა პროფესიაზე აპირებ ჩაბარებას? სასტუმროს მენეჯმენტი მინდა ვისწავლო, სწრაფად და პრაქტიკულად.
სწრაფად როგორ? პროგრამა ერთწლიანია, თან პრაქტიკაში გავული ყველაფერს. შემდეგ სამსახურიც მექნება და მამა ჩემის ჩარიცხვებზე არ ვიქნები დამოკიდებული, ჩემი ფული მექნება. ჰილტონის გენერალური მენეჯერი გინდა გამოხვიდე? ეხავს, რატო არ? რას მიახტით? კოლეჯში უნდა ადამიანს, ხო ჩახნიკოში. კაი გადაწყვეტილება. და მე რას აპირებ? მე ჩემ ბიზნესი მინდა ავაწყო და თუ დამჭირდება უმაღლესი ჩავაბარებ. თან მაშინ ზუსტად მეცოდინება რა მინდა და რა მჭირდება. მე ამ ბაბთა სამხედრო ფორმაზეც მოიგებს. სამხედრო ფორმა არ ტეხავს და ჯარიდან კოლეჯიც ათავისუფლებს. აი მოდი გაჩვენებთ რა კოლეჯში ვისწავლე. რამდენაირი პროგრამებია? დიზაინი და პროგრამირება. და კულინარია. სატელევიზიო რეპორტერი და ოპერატორი. ანიდან იყო, სათქვენო, ანახეთ? ამ კოლეჯზე იცოდი რამე? ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს და ხო არ დამესიზმრებოდა. კარგად ვისწავლე პროფესია და უკვე სასტუმროში მუშაობ. მომწონს ასაც ვაკეთებ. თან არავის აღარ ვარ დამოკიდებული. ჩემი ფული მაქვს. ლუკამაც ეს გზა აირჩია, ერთად მუშაობ. ბაბუაც ჩვენთან მუშაობს. მანაც ისწავლა კოლეჯში და უკვე კარგი შეფსარეულია. კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.